რომან დოლიძეს ეს ბრძოლა წააგებინეს მსაჯებმა. პირადად მე ვთვლი, რომ ეს შეხვედრა ფრედ დასრულდა. მაგრამ მე ცოტათი განსხვავებულად ვფიქრობ, ძველი გადმოსახედიდან ვფიქრობ, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ Paramount-ის ერას, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი არის დაზიანების მიყენება და პლუს იმას, რომ ლეროი დანკანის სახში ჩხუბობდა, კი, ლეროი დანკანმა მოიგო. დღეს განვიხილავთ დეტალურად ამ ბრძოლას, ვნახავთ სინამდვილეში რა მოხდა და ასევე ამ ივენთის ყველა შეხვედრას განვიხილავთ და ასევე გავიგებთ, რომ ევლოევი ისევ დაუმარცხებელია, რომელიც მოდის დღესდღეობით პროფესიონალებში დაუმარცხებლად 20 გამარჯვებიანი სერიით. იქამდე კი შეგახსენებთ, რომ Burger Paradise 30%-იანი ფასდაკლება აქვს ბურგერებზე. ნებისმიერი გამოძახების სერვისში ჩაწერეთ Burger Paradise ოღონდ ინგლისური ენით, ამოირჩიეთ Big Paradise X2 ბურგერი, რომელიც ღირს 39 ლარი, მაგრამ ფასდაკლებით 25 ლარი ღირს, შეჭამეთ და თუ ამ ბურგერმა არ დაგანაყრათ, მაშინ გილოცავთ. თქვენ ხართ დევი. Fight Night-ი დაიწყოთ სტრაიკერების დაპირისპირებით, სადაც ერთმანეთს შეხვდნენ ბრიტანელი კორტის კემბელი, ფსევდონიმით ვარდისფერი პანტერა და ამერიკელი დენი სილვა, ფსევდონიმით პუმა. კემბელი 23 წლის არის, 7 წლიდან ვარჯიშობდა Muay Thai-ზე და 15 წლის ასაკში ამ დისციპლინაში პირველი ტიტული მოიპოვა. მოგვიანებით კი გახდა მსოფლიო ჩემპიონი. ბრიტანელი შერეული ორთაბრძოლებით 2020 წელს დაინტერესდა, მოიგო რამოდენიმე შეხვედრა მოყვარულებში და 2022 წელს დაიწყო თავისი პროფესიონალური კარიერა Full Contact Contenders პრომოუშენში, სადაც პირველივე შეხვედრა ნოკაუტით მოიგო და შემდეგ ერთმანეთის მიყოლებით 3 სპორტსმენი დაამარცხა. გავიდა ბრძოლით ტიტულზე, გაიმარჯვა, რის მერეც ქამრის დაცვაზე კიდევ 2 სპორტსმენი დააფინიშა, ერთი ნოკაუტით, მეორე საბმიშენით და 2025 წლის 1 ოქტომბერს გავიდა Dana White Contenders სერიაზე, სადაც გაანადგურა თავისი მეტოქე წუთი და 20 წამში, მოიპოვა UFC-ის ბოსის მოწონება, გაიფორმა კონტრაქტი და ეხლა თავის სადებიუტო ბრძოლაში UFC-ში დაუმარცხებელი რეკორდით 8 გამარჯვება და 0 მარცხი შეხვდა სილვას. დენი პუმა სილვა 29 წლის არის, პროფესიონალებში მოდის რეკორდით 10 გამარჯვება და 2 მარცხი. ეს სპორტსმენიც ბავშვობიდანვე ვარჯიშობდა, მისი საბრძოლო ბაზა არის კრივი. ეს მებრძოლი თავიდან იყო ნოკაუტების მანქანა, ზედიზედ 4 შეხვედრა მოიგო ნოკაუტებით, თუმცა იმის მერე რაც გადავიდა LFA-ში, შეხვედრებს ძირითადად გადაწყვეტილებებით იგებდა. დენი UFC-ში Dana White Contenders სერიიდან მოხვდა, სადაც მან გადაწყვეტილებით დაამარცხა ანგელ პაჩეკო, მაგ დღეს სილვამ ნამდვილი ომი მოაწყო ოქტაგონში, Dana White-ი აღფრთოვანებული ფეხზე მდგომიარე უკრავდა მას სტაჟს და სიამოვნებით გაუფორმა კონტრაქტი. თუმცა მომდევნო 2 შეხვედრა UFC-ში სილვამ დიდი გაჭირვებით მოიგო. მან ორივე შეხვედრაში გამარჯვება გაყოფილი გადაწყვეტილებით მოიპოვა. რის მერეც 2025 წლის ზაფხულში დაუპირისპირდა ამომავალ ვარსკვლავს კევინ ვალეხოს და გადაწყვეტილებით დამარცხდა. სხვათა შორის ვალეხოსზე სულ ახლახანს ჩემს არხზე ვიდეო დაიდო, ვისაც არ გინახიათ, აუცილებლად გადაავლეთ თვალი. ეხლა კი განვიხილოთ პუმას და პანტერას ბრძოლა. ამ შეხვედრაში უმრავლესობა იყო დარწმუნებული, რომ კემბელი საკუთარ სახლში გაიმარჯვებდა და თითქოს თავიდან ყველაფერი ამ სცენარით მიდიოდა. მან პირველი რაუნდი თავის სასარგებლოდ დაასრულა, კი დგომში სპორტსმენები თანაბრად ჩხუბობდნენ, თუმცა ბრიტანელმა ამ ყველაფერს ჭიდაობა დაუმატა. და როგორც კი მეორე რაუნდი დაიწყო, სილვამ მოუმატა პრესინგს, მოიმწყვრია კემბელი ბადესთან და გადაცხრილა. ეს იყო ტექნიკური ნოკაუტი. დაი ქართველი ბრიტანელის წინააღმდეგ რომან დოლიძე დაუპირისპირდა კრისტიან ლეროი დანკანს. ყოფილი ფეხბურთელი, ყოფილი კალათბურთელის წინააღმდეგ. აღარ დავიწყებ ამ მებრძოლებზე მოყოლას, რადგან ორივე ამ სპორტსმენზე მაქვს გაკეთებული ბიოგრაფიული ვიდეო. ვინმეს თუ გაინტერესებთ ეს გადაცემა, ბულს აღწერაში დაგიტოვებთ. იქამდე კი გეტყვით, რომ ამ შეხვედრაში დოლიძე რეიტინგში მე-11 ადგილს იკავებდა და მისთვის გამარჯვება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო. ერნანდესთან მარცხის შემდეგ ქართველისთვის დანკანის გამარჯვებით დიდი პერსპექტივები ეხსნებოდა დივიზიონში. ლეროი დანკანისთვის კი გამარჯვება ტოპ 15-ის კარის გაღებას ნიშნავდა. რომანი ამ ბრძოლაში ცუდ პოზიციაში იყო, ის მოდიოდა მარცხის შემდეგ, იყო ანდერდოგი და მეტოქეს შეხვდა საკუთარ სახლში. ბრიტანელის სისწრაფე, სიზუსტე და კრეატიულობა ქართველის ძალის, გრეპლინგის და გამძლეობის წინააღმდეგ. წინასწარ გეტყვით, რომ ქართველი დამარცხდა გადაწყვეტილებით, თუმცა საერთო ჯამში ეს იყო ძალიან თანაბარი და სადაო გადაწყვეტილება. რადგან კითხვების გარეშე რომანმა მესამე რაუნდი თავის სასარგებლოდ დაასრულა, მეორე რაუნდში კი დანკანი აშკარად უკეთესი იყო, მაგრამ აი პირველი რაუნდი იმდენად თანაბარი იყო, რომ
საჯებს ეს ბრძოლის მონაკვეთი შეეძლოთ მიეცათ ნებისმიერი სპორტსმენისთვის და რა თქმა უნდა მისცეს დანკანს, რადგან ის ჩხუბობდა სახლში. ალბათ პირველად ცხოვრებაში დოლიძე ბრძოლაზე გავიდა გაწერილი გეგმით. როგორც კი რაუნდი დაიწყო, სპორტსმენებმა დგომში ერთმანეთს მოუსინჯეს კბილი და 30 წამზე რომანმა თავისი მეტოქე მიწაზე გადაიყვანა. ქართველი თითქმის 3 წუთის განმავლობაში დომინირებდა მიწაზე და ბადესთან კლინჩში. დოლიძეს რამოდენიმე მცდელობა ჰქონდა თავისი საფირმო ფეხზე მტკივნეულის შესრულების, თუმცა მან ვერაფრით ვერ დაითრია ლეროის ფეხი. კარგი, შენი შეიძლება იყოს, მაგრამ ახლოს შეიძლება იყოს. ესე შენ მოიგე ძმა, მაგრამ მაინც ეს ორი რაუნდი იმოძრავე ფეხზე მაგარია ძმა. ცოტა ეგეც დაღლილია კაროჩი რა. და ისევ ჭიდაობას ვერ ვეძებთ რა. დარტყმა შესვლა, ანდა მოძრავ დისტანციას. კაი, წაგცი და კონტროლი, კაი ბიჭი ხარ ძმა. პირველი რაუნდი წესი შენ ნებას. თუ რსაკინა მაშინ დაგიგა. აი მეორე რაუნდში დანკანი უკეთესი იყო, რადგან დოლიძემ ვერ გადაიყვანა ის. ამას დანკანს ნამდვილად ვერ დაუკარგავთ. მან ერთი პერიოდი კი ნაღამ დააფინიშა ქართველი და ამ ბრძოლის მონაკვეთთან ნამდვილად არავის ექნება კითხვები. თუმცა იმასაც დავამატებ, რომ ბრიტანელი ცოცხალი თავით არ მიყვებოდა ქართველს მიწაზე და ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ ამ რაუნდში დანკანმა გაანადგურა რომანი. მაგრამ პირველი რაუნდი ნამდვილად იყო თანაბარი და სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა, თუ საჯები ამ ბრძოლის მონაკვეთს ფრეს მიუსჯიდნენ. მესამე რაუნდი კითხვების გარეშე დოლიძემ თავის სასარგებლოდ დაასრულა. პირველი 2 წუთი სპორტსმენებმა დგომში გაატარეს, სადაც მცირედით ბრიტანელი უკეთესად გამოიყურებოდა, მაგრამ ქართველმა დანკანი მეორე წუთის მიწურულს მიწაზე გადაიყვანა, აიყვანა ის ზურგიდან და გონგის ხმამდე უკონკურენტოდ დომინირებდა. პირადად მე ვთვლი, რომ ეს შეხვედრა უნდა დასრულებულიყო ფრედ. შეგიძლიათ დაწეროთ თქვენი კომენტარები, საინტერესოა ვინ რას ფიქრობს. რომანს კი უსურებ წარმატებას და ვიტყვი, რომ ის უძლიერესი ნებისყოფის სპორტსმენია, რომელიც კიდევ ბევრჯერ გაგვახარებს. საქართველო, გამარჯობა. ბრძოლის რეზულტატით არ ვარ კმაყოფილი, არ ვეთანხმები საჯების გადაწყვეტილებას, მაგრამ მათ ასე დაინახეს. ბრძოლის შემდეგ ჩვენ მუშტებს არ ვიქნევთ. ძალიან მალე დავბრუნდებით ჩვენს მშობლიურ მიწაზე და საქართველოში შევხვდებით. ჩვენი ძალა ჩვენს ერთობაში. მძიმე წონაში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ პოლონელი პროსპექტი იგო ბარანევსკი და ამერიკელი ოსტინ ლეინი. ლეინი 38 წლის არის და მან მთელი თავისი ახალგაზრდობა მიუძღვნა ამერიკულ ფეხბურთს. ის ამ სფეროში ძალიან მაგარი იყო და ბევრ წარმატებას მიაღწია. ამერიკულ ფეხბურთში კარიერის დასრულების შემდეგ ოსტინმა გადაწყვიტა ჩხუბი და 2017 წელს დაიწყო კარიერა Combat Night-ის პრომოუშენში. მან თავის მეტოქეებს გადაუარა, 4 შეხვედრა მოიგო და რაც თავარია ყველა ბრძოლა ნოკაუტებით დაასრულა. ასეთ შთამბეჭდავ სერიამ ის 2018 წელს მიიყვანა Dana White საპრეტენდენტო სერიაზე, სადაც მას დაუპირისპირდა თავისნაირი ყოფილი ფეხბურთელი გრეგ ჰარდი. სამწუხაროდ ოსტინი პირველივე რაუნდში დამარცხდა ნოკაუტით და ვერ მიიღო კონტრაქტი UFC-სთან. და იქ ყველას რომ ეგონა ამით მისი კარიერა დასრულდა, მან ყველა საპირისპირო დაუმტკიცა. ოსტინმა გააგრძელა ჩხუბი Combat Night-ის პრომოუშენში და ამ ორგანიზაციის ჩემპიონიც გახდა. ასევე კამარი მოიპოვა War 5-ის პრომოუშენში და 2021 წელს Fury Fighting-ის ჩემპიონიც გახდა და დაიცვა კიდეც ტიტული. ამ მებრძოლს თავის კარიერაში ბრძოლა არასდროს მიუყვანია გადაწყვეტილებამდე. ძირითადად შეხვედრებს იგებდა ნოკაუტებით და აი 2022-ში კიდევ ერთხელ ცადა ბეთი დანა უაითან, გაიმარჯვა ნოკაუტით და გააფორმა კონტრაქტი. თუმცა მის მერე არც თუ ისე კარგად მისდიოდა საქმე ორგანიზაციაში, ბოლო 5 შეხვედრაში ის 4-ჯერ დამარცხდა და აი ახლა შეხვდა პოლონელს. ბარანევსკი 34 წლის არის, მთელი თავისი ცხოვრება ჭიდაობით და გრეპლინგით არის დაკავებული. შერეული ორთაბრძოლებით 2018 წელს დაინტერესდა და 5 წლის განმავლობაში მოყვარულებში ჩხუბობდა, სადაც მან 11 შეხვედრა მოიგო მარცხის გარეშე. და 2023 წელს გადაწყვიტა პროფესიონალებში გამოსვლა. მან ადგილობრივ ორგანიზაციაში გადაუარა, უყურას 5 შეხვედრა ზედიზედ მოიგო და რაც თავარია 5-ვეში გამარჯვება ფინიშით მოიპოვა. 2 საბმიშენი და 3 ნოკაუტი და აი ასეთი ბირთვული რეკორდით შეაღო Dana White Contender სერიის კარი. სადაც ზუსტად 23-ში გათიშა თავისი მეტოქე უსაშინლესი ოვერჰენდით და რა თქმა უნდა ასეთი ეფექტური ფინიშის შემდეგ Dana White-მა მას გაუფორმა კონტრაქტი. ბარანევსკიმ თავისი სადებიუტო შეხვედრა UFC-ში 2025 წლის 7 დეკემბერს გამართა, სადაც მას
ბრძოლას დაუპირისპირდა თურქი იბო ასლანი. ამ შეხვედრაში სპორტსმენებმა წუთნახევარი იჩხუბეს, მაგრამ ამ დროის განმავლობაში ერთმანეთის დანოკდაუნება და ძალიან მწარე ჩეხაობა მოასწრეს. ეს იყო ნამდვილი სანახაობრივი და ბრუტალური ომი, რომელშიც ბარანევსკი უძლიერესი მარჯვენა ჰუკით გათიშა თურქი და რეკორდით 7 გამარჯვება მარცხის გარეშე, აი დღეს შეხვდა ოსტინ ლეინს. როგორც მოსალოდნელი იყო, ეს შეხვედრა ნოკაუტით დასრულდა, მაგრამ ნამდვილად არავის ეგონა, რომ ეს ყველაფერი 28 წამში დასრულდებოდა. ბარანევსკიმ ულამაზესი კომბინაციით დაანოკდაუნა თავისი მეტოქე და მიწაზე ჩაქოლა. მარჯვენა ჰუკი, მარცხენა ჰუკი და ნოკაუტი 27 წამში. პოლონელი პერსპექტიული სპორტსმენია და ველოდებით მის მომდევნო ბრძოლას. შემდეგი ბრძოლა 77 კილოგრამში შედგა, სადაც ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ორი ბრიტანელი, ამ სპორტის ლეგენდა მაიკლ პეიჯი და ახალი თაობის წარმომადგენელი სემ პეტერსონი. პეიჯი ბევრჯერ მიხსენებია და ვინც მიყურებს იცის რა დონის სტრაიკერია ეს სპორტსმენი. დღესდღეობით ის პროფესიონალებში მოდის რეკორდით 24 გამარჯვება და 3 მარცხი. ბოლო 4 შეხვედრაში 3 ბრძოლა მოიგო, არის რეიტინგში მე-13 ადგილზე და იმის მიუხედავად, რომ ის უკვე ვეტერანია, მაინც დივიზიონში ითვლება ერთ-ერთ საუკეთესო სტრაიკერად. რაც შეეხება სემს, ისიც პეიჯივით მაღალი სპორტსმენია, არის 29 წლის და რეკორდი აქვს პროფესიონალებში 14 გამარჯვება, 2 მარცხი და 1 ფრე. პეტერსონის ბაზა არის ჯიუ-ჯიტსუ, თავს გრძნობს მიწაზე კომფორტულად, თუმცა დგომშიც კარგად ჩხუბობს, სადაც თავის ანთროპომეტრით კარგად აკონტროლებს დისტანციას. სემი ბრევის ორგანიზაციაში ჩხუბობდა, სადაც მას საგება არ უნახია, რის მერეც 2022-ში დანა უაით კონტენდერ სერიაში გამოვიდა, საბმიშენით დააფინიშა თავისი მეტოქე, თუმცა სადებიუტო ბრძოლაში უმაღლეს ლიგაში ნოკაუტით დამარცხდა, მაგრამ მის მერე 4 შეხვედრა ჩაატარა, 4-ვეში გამარჯვება მოიპოვა, თან ეს ყველაფერი მან ფინიშებით მოახერხა, 2 საბმიშენი ზედიზედ 2024 წელს და 2 ნოკაუტი 2025-ში. რაც შეეხება ამ სპორტსმენებს შორის ბრძოლას, ეს იყო ყველაზე შეუხედავი დაპირისპირება ამ ივენტზე. წარმომიდგენია ამ ბრძოლის მერე დანას რა დღეში ექნებოდა ნერვები. მოკლედ ეს იყო ფრთხილი სპარინგი, რომელშიც პეიჯი შედარებით უკეთესად გამოიყურებოდა და მეტი ამ შერკინებაზე სათქმელი არაფერია. ვენონმა გადაწყვეტილებით გაიმარჯვა, მაყურებელს კი სანახაობა დააკლდა. 66 კილოგრამში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ დაუმარცხებელი ლუკ რეილი და ამერიკელი მაიკლ ასველი. დავიწყოთ ბრიტანელის კაუზერით. რეილი ძალიან პერსპექტიული 25 წლის სპორტსმენია, რომელიც ბავშვობიდანვე ფეხბურთს თამაშობდა, თუმცა 14 წლის ასაკში სერიოზულად გადაწყვიტა გამხდარიყო MMA-ის მებრძოლი და ვარჯიში დაიწყო Next Generation-ის დარბაში, სადაც დაუძმაკაცდა პედი პიმბლეტს. ლუკმა კარიერა მოყვარულებში დაიწყო, სადაც დიდი გამოცდილება მიიღო და 2021 წელს გააფორმა კონტრაქტი უმსხვილეს ევროპულ პრომოუშენთან, სადაც 3 წლის განმავლობაში ქვაქვაზე არ დატოვა და ზედიზედ 11 შეხვედრა მოიგო. აღსანიშნავია, რომ ბრიტანელი თავის ბრძოლებს ძირითადად ეფექტური ნოკაუტებით იგებდა. მან 11 შეხვედრიდან 8 ბრძოლაში გამარჯვება ნოკაუტით მოიპოვა. ასეთი შტამბეჭდავი რეკორდით ის პირდაპირ UFC-ში მოხვდა და 2025 წლის 22 ნოემბერს თავის სადებიუტო შეხვედრაში დაუპირისპირდა ბოგდან გრაცს, რომელიც მეორე რაუნდში ეფექტურად დაანოკაუტა, შეინარჩუნა დაუმარცხებლის სტატუსი და ეხლა 12 გამარჯვებიანი სერიით საკუთარ სახლში შეხვდა მაიკლ ასველს. რაც შეეხება ამერიკელს, ის UFC-მდე Fury Fighting-ის ორგანიზაციაში იბრძოდა. მან იქ 10 შეხვედრიდან 9-ში გამარჯვება მოიპოვა. გახდა ამ ორგანიზაციის ჩემპიონი და 2024 წელს დანა უაით კონტენდერ სერიაში ნამდვილი ომი მოაწყო ბოგდან გრატთან. თუმცა გაყოფილი გადაწყვეტილებით დამარცხდა, მაგრამ UFC-სთან კონტრაქტი მაინც მიიღო. დღესდღეობით ასველს ლიგაში 2 შეხვედრა აქვს ჩატარებული. პირველში ის დამარცხდა გადაწყვეტილებით, მაგრამ აი მეორეში შეხვდა ლუკას ალმეიდას და პირველივე რაუნდში მოიპოვა გამარჯვება ნოკაუტით. ამერიკელი დაუმარცხებელ ბრიტანელს შეხვდა რეკორდით 11 გამარჯვება და 3 მარცხი. ამ შეხვედრაში პირადად მე ველოდი დიდ სანახაობას და ფინიშს, მაგრამ აქაც ყველაფერი წარიმართა ძალიან თანაბრად. თავიდან ყველასათვის მოულოდნელად ასველმა დაიწყო დომინირება და ნამდვილად უკეთესად გამოიყურებოდა, თუმცა მერე ბრძოლა გაათანაბრა ბრიტანელმა და მცირე ინიციატივა გადაიბარა. ეს იყო აქტიური, დინამიური ჩხუბი, თუმცა სასწაული აქ ვერ ვნახეთ, როგორც შედეგი ბრიტანელმა გადაწყვეტილებით გაიმარჯვა, შეინარჩუნა თავისი დაუმარცხებელი სტატუსი და აი ამ მომენტისათვის მოდის 13 გამარჯვებიანი სერიით პროფესიონალებში.
დაიმთავარი ბრძოლაც 66 კილოგრამში, სადაც ერთმანეთს დაუმარცხებელი მებრძოლები დაეჯახნენ დიდი ვარაუდით საპრეტენდენტო შერკინებით. ბრიტანელი ლერონ მორფი რეკორდით 17-0 ინგუშ მოსარევლოევის წინააღმდეგ, რომელიც რეკორდით 19 გამარჯვება მარცხის გარეშე. რომელიც წლებია უშედეგოდ ელოდება სატიტულო ბრძოლას, მისი ბაზა არის ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, თავიდან ის ჩხუბობდა M1-ის ორგანიზაციაში, სადაც 4-ჯერ მოიპოვა ტიტული, მან გზედიზედ 10 ბრძოლა მოიგო, თან აქედან 6 გამარჯვება ფინიშით მოიპოვა. ამიტომ UFC-მ ის ეგრევე გააფორმა ორგანიზაციაში, რის მერეც ევლოევმა ზედიზედ 9 შეხვედრა მოიგო, მაგრამ ყველა შეერკინებაში გამარჯვება მოიპოვა გადაწყვეტილებით. კი, მას შთამბეჭდავი რეკორდი აქვს, დამარცხებული ყავს ისეთი სპორტსმენები, როგორებიც არიან დენ იგი, დიეგო ლოპესი, არნოლდ ალენი და ალჟემეინ სტერლინგი, მაგრამ იმის გამო რომ შეხვედრებს იგებდა გადაწყვეტილებებით და არ იყო სანახაობრივი, დღემდე მას ორგანიზაციამ არ აღირსა სატიტულო ბრძოლა. რაც შეეხება მორფის, ევლოევთან შედარებით ეს სპორტსმენი შედარებით სანახაობრივად ჩხუბობს. მან თავისი კარიერა 2016 წელს დაიწყო Full Contact Contenderis პრომოუშენში, სადაც ზედიზედ 8 ბრძოლა მოიგო და გახდა ამ ორგანიზაციის ჩემპიონი. ლერონმა UFC-სთან კონტრაქტი 2019 წელს გააფორმა, სადაც შეხვდა ზუბაირა ტუხუგოვს და შეხვედრა დაასრულა ფრედ. მის მერე მას არ წაუგია. გაიმარჯვა მომდევნო შეხვედრაში ნოკაუტით, მერე გადაწყვეტილებით კიდევ ერთი ნოკაუტი და ამის მერე დაიწყო დანა უაითის ნერვების მოშლა, რადგან მომდევნო 5 შეხვედრაში გამარჯვება მოიპოვა გადაწყვეტილებებით. თუმცა ბოლო შეხვედრაში მორფიმ ისე ლამაზად გათიშა აურონ პიკო, რომ მიიღო ორგანიზაციისგან შექება, რეიტინგში მესამე ადგილი დაიკავა და იეხლა შეხვდა საპრეტენდენტო შერკინებით დივიზიონის პირველ ნომერს. რაც შეეხება თვითონ ბრძოლას, რა თქმა უნდა, სადაც ევლოევი არის, ის შერკინება სრულდება გადაწყვეტილებით და ეს ბრძოლაც არ იყო გამონაკლისი. სპორტსმენებმა 5-ვე რაუნდი იჩხუბეს და ერთი შეხედვით ეს იყო თანაბარი დაპირისპირება, სადაც ევლოევი მცირედით უკეთესი იყო. მოსარმა ცოტა შეცვალა თავისი ჩხუბის ტექნიკა, მან პირველი 3 რაუნდი უფრო დგომში გაატარა, ეს გასაკვირვი იყო, რადგან ინგუში ძირითადად პარტერში კონტროლით არის ცნობილი, თუმცა აი მეოთხე და მეხუთე რაუნდებში ისევ ძველი ევლოევი დაგვიბრუნდა, რომელმაც ჩართო პარტერი და უკონკურენტო თავისასარგებლოდ დაასრულა ეს 2 რაუნდი. რა თქმა უნდა, დგომში მორფი უკეთესი იყო, მაგრამ მცირედით. საერთო ჯამში ეს თანაბარი შეხვედრა იყო, სადაც ევლოევი მცირედით უკეთესი იყო, თუმცა ინგუშმა 2-ჯერ მეოთხე რაუნდში ბრიტანელს კვერცხებში ფეხი მოარტყა და ამის გამო საჯმა მას ერთი ქულა მოაკლო. და ისწორედ ამის გამო მეგონა გამარჯვებას მორფის მისცემდნენ. თან ის სახში ჩხუბობდა. მაგრამ არა, ევლოევმა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა და ისევ დაუმარცხებელია. რეკორდით 10-0 UFC-ში, პროფესიონალებში კი 20 გამარჯვებიანი სერიით მოდის. დიდი ალბათობით შემდეგში ის ტიტულზე იჩხუბებს ალექსანდრ ვოლკანოვსკისთან და აი ამ ბრძოლაზე პროგნოზები თქვენთვის მომინდია კომენტარებში. იქამდე კი მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადაგიხადოთ სულ ყველას, ვინც აქტიურობთ ჩემს არხზე, წერთ კომენტარს, ალაიქებთ, აზიარებთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის ამ არხის განვითარებაში, იმიტომ რომ მომავალში ძალიან სერიოზული თემების გაკეთებას ვაწყობ. მოკლედ, დღეისათვის სულ ეს იყო, მომავალ შეხვედრამდე.